მოგესალმებით მეგობრებო, ტელეკომპანია მამულის ეთერიდან. მშვიდობა ჩვენს მამულს, მშვიდობა სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწის ყველა კუთხეში. მშვიდობა დედამიწას, რადგანაც დედამიწა ჩვენი ერთიანი საუბროა და თუ დედამიწა არ დაგვშვიდდა და არ დააწყნარდა, ჩვენი არსებობა გასაჯერში ჩავარდება. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ეს დღეები იყო ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ. მადლობა ღმერთს და მადლობა უფალს, რომ მშვიდობიანად ჩავითავრდა ყველაფერი და არ დავხოცეთ ერთმანეთი და არ დავწყვიტეთ არჩევნების და სკამის გულისთვის. და ეს არჩევნები მე მაგალითად ვერავის ვერ მიულოცავ გამარჯვებას, ერზე და ქვეყანაზე გამარჯვებული არ არის. მე ასე ვფიქრობ და ასე მძანს, რომ გამარჯვება ის არის, როცა იმარჯვებს ერი, სახელმწიფო და დგება ღვთიურ გზაზე. აქ ღვთიური ჯერ არაფერი არ არის. ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც თავისი არსით ძალიან ეროვნული და ძალიან სამშობლოს მოყვარულია. იბრძოდა აფხაზეთში, ბათუმიდან, აჭარიდან გესტუმრა ბატონი დავით აზნაურიშვილი. მივესალმებით ბატონ დავითს და მინდა ასეთი შეკითხვა დაუსვამ. ბატონო დავით, თქვენ წლებია უკვე ეროვნულ საკითხებს იხილავთ, ცდილობთ რომ რაღაცნაირად თქვენი ხედვა, თქვენი მადლი და ეს შეიტანოთ ამ ეროვნულ მოძრაობაში და რა ვფიქრობთ, როგორ შეიძლება რომ საქართველო გამოვიდეს ამ უძნელესი, ურთულესი მდგომარეობიდან და რაღაც სასიკეთო ნაბიჯები გადავდგათ. გამარჯვება ქართველ ხალხს. კიდევ მოულოცავ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდა ეს შეხლა შემოხლა, მაგრამ დასრულებული არც არაფერი არ არის. ჩვენ ქვეყანაში იმდენი სხვა ეროვნების ხალხი შემოდის და ქვეყნის სოციალური პრობლემები და ქვეყნის მოსახლეობა, იდეოვნება და მათი მდგომარეობა ძალიან ცუდია. ამ ნიადაგზე საფუძვლებზე ფაქტურად ყოველ წუთას შეიძლება რაღაცა აფეთქდეს ერთმანეთში, აი მეს გინდას მეზობელ ერებთან. მე ბრძოლა აფხაზეთიდან დავიწყე, აფხაზეთის ომი როდესაც იყო 90-იან წლებში და მაშინ მივხვდი პირველად თუ რას ნიშნავს სამშობლო და სამშობლოსთვის ბრძოლა. მაგრამ შემდეგ რომ მივხვდი თუ სისტემა ეს პარტიები რო არიან, რო შემოყარა და გადაანაწილა ეს პარტიები, თუ როგორ შლიან ჩვენს ქვეყანას საზოგადოებრივ აზრს და განათლებას კლავენ ბავშვებში, იმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პარტიების ნდობა აღარ შეიძლება და უნდა ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, ღვთიურ ბრძოლაში, ფაქტურად ასე ვიტყოდი. უპირველესად ღმერთმა ქართველ ერთან რო დაიწყო ურთიერთობა, პირველი იქიდან დაიწყო ურთიერთობა, რომ ქართველ ერს მისცა 64 მიწა-წყალი. სამკვიდრებელი. აი აქედან დაიწყო და ჩვენს აქედან უნდა დავიწყოთ და ზუსტადაც რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ქართველებმა ჩვენ მიწა-წყალზე მემკვიდრეობა, რომ დავდგეთ იმ ღვთიურ გზაზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერანაირად ვერ დავდგებით. შეიძლება ზოგი პარტია რა პროგრამას თავაზობს, ზოგი პიროვნებები რა პროგრამებს, მაგრამ თუ ვერ დავიბრუნეთ მემკვიდრეობა ჩვენს მიწა-წყალზე, ვერავინ ვერაფერს ვერ განახორციელებს. რას სურს სისტემას, იმას გაგვიკეთებს ყოველთვის, რასაც გვიკეთებდა ამ ხნის განმავლობაში. უმდიდრესი ქართველი ერი, უმდიდრესი ჩვენი წიაღისეული, სად მიდის, ვინ განკარგავს, რა ხდება, არაფერი არ კეთდება ერის და ქვეყნის სასარგებლოდ. ეხლა ბაღი გავახსენით და მოვაწყვეთ და რაღაცა, ეს არაფერს არ ნიშნავს ერისთვის. ერს უნდა გქონდეს სამუშაო ძალა, უნდა იყოს ფაბრიკა ქარხნები, უნდა იყოს შესაძლებლობა იმისი, რომ ჩვენ ვირჩინოთ ჩვენი თავი, რატომ უნდა გავასწავლოთ ვიღაცის შემოტანილი პროდუქცია, დაბალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას სწავლს და ანადგურებს.
ბატონო თემურ, თქვენ აკეთებთ ჩართვებს და აკეთებთ განცხადებებს და რა ხდება, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ისეთი განართლებულიერი, ისეთი ჩამოყალიბებულიერი დედამიწაზე ქართველი სიკეთ არავის არაფერი გაუკეთებია ჩვენზე მეტი. ხო და რატომ არ უნდა გქონდეს ჩვენ ეხლა ან ტექნოლოგიები, ან მედიცინა, ან განათლება იმ დონეზე, რა დონეზეც გქონდა მაინც, აი კომუნისტების დროს. Iorghi მივესალმები ჩვენ თანამემამულეებს. Ხალბატონოლია. დიახ. სად არის ელი? ელი ვარ საერთოდ? არა. ჩვენ არ ვართ ელი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გოები. ჩვენ არავინ არ გვაღიარებს როგორც ერად, არცად არ გვიწერია რომ ჩვენ ელი ვართ. არც პასპორტში გვიწერია, არც პირადობაში არ გვიწერია და რომელ ერზე ვლაპარაკობთ? სამწუხაროდ. თუ ჩვენ არ მივახციეთ და ჩვენ არ მივიღებთ ელის სტატუსი, ჩვენ ელი არ ვართ და რამე ფაბრიკა ქართლებზე ვლაპარაკობთ, არაზე ვლაპარაკობთ. მიწა-წყალიც კი წაგვართვეს. ყველაფერი წიაღისეული ხო წაგვართვეს და წაგვართვეს და მიწა-წყალიც კი წაგვართვეს. ჩვენ ელი არ ვართ და ელი არ ვართ. არც ფაბრიკა ქართლები გვექნება, არც არაფერი. ჯერ შევარდნაძის დროიდან შევარდნაძე ჩვენ წარმოებელი ქვეყანა არ უნდა ვიყოთო. ჩვენ უნდა ვიყოთ ტურისტული ქვეყანა და მომხმარებელი ქვეყანა უნდა ვიყოთო. ესე იგი ჩვენ უნდა ვიყოთ სხვისი ხელებში შემკული მონამორჩილები და არა ჩვენი მონამორჩილები. ჩვენ ჯერ უნდა მივახციოთ ერთს და ეს ერთის მიღწევა სწორედ ის რომ პირადობაში ჩავიწეროს ეროვნება და ჩვენ ჩაგვეწეროს ერი ქართველი. ქართველები ვართ ჩვენ და ვიღაცა ორი დღის წინ მიღებული მოქალაქეობა რომელიც მიიღო ის ჩვენი თანასწორი ვერ იქნება. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მიწა-წყლის გადასარჩენად. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და ჩვენმა ჩაგვეწეროს ერი. მე ბატონმა დავითო მანახა ძალიან კარგი პიროვნება გამოსულ ხალბატონ მარიამ. მანახა ის ნაბიჯები რომელიც გადაუდგია და რომელსაც ძალიან მოხარული ვარ რომ ესეთი ნაბიჯები გადადგა და დაიწყე თუ ესე ვთქვათ თანამოაზრე ნახე ამ მიმართულებით ადამიანთა გავიცანი რომელსაც თავის ნაბიჯებს გავს რომ სწორედ ეს ჩაგვეწეროს. ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი გადადგმული რომელსაც იქ-წერია რომ მიწა-წყლის ქართული მიწა-წყლის პატრონი არის ქართველი. ძალიან კაია მე მოხარული ვარ, მაგრამ ერთად უნდა მივახციოთ კიდევ რომ პასპორტში და პირადობაში სწორედ ელი გვეწეროს. აი ჩვენ ელი ვიქნებით. მე მოვეთხოვთ ფაბრიკა ქარხნები, წიაღისეული და ყველაფერი. ჯერ ერობას მივახციოთ რომ ელი ვარ. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ელი ვიყავით და მოღალატე სააკაშვილის სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით ვამბობენ. მოღალატე სააკაშვილის და ბურჯანაძე იყო შემსრულებელი ჟვანია თუ ვინც იყო არა აქ მაგას მნიშვნელობა და ვინც ხელი აუწია იმ პარლამენტში სწორედ. ყველა ისინი არის მოღალატეები, რომ ეროვნება წაგვიშალეს პირადობიდან და პასპორტიდან და ჩვენ ასე უნდა ვილაპარაკოთ ახლა რომელი ერი და რა ერის გადარჩენა და ეს როცა ერი გავხდებით გადავარჩეთ ყველაფერს. კი ბატონო, ეხლა ბურჯანაძემ თუ წაგვიშალა ხო შეეძლო სხვა ხელისუფლებებს ჩაეწერა თუ ეროვნული იყო და თუ ერის ნების უზენაესობას და ერის ნება უზენაესია და თუ ამას ემორჩილება ჩვენი ხელისუფალი ხო შეეძლო მე 13 წელია ხო ვითხოთ ამას დიახ თქვენ გეცოდინებათ ახლა 5 სექტემბერს სამართალ მემკვიდრეობა რო აღადგინეს და 3 სექტემბერს მინისტრთა კაბინეტები რო დაინაწილეს, ხო? აი ვინ მისცა ლეგიტიმაცია? რომელმა ერმა მისცა ლეგიტიმაცია? სად არის ერი? ჯერ და ყოველთვის მე ვაკრიტიკებ მაგ ხალხს და მათ გონია რომ მე ვეჩხუბები ან ვებრძვი. მე ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით სწორ გზას. ჯერ ერმა უნდა დაიბრუნოს თავისი ღირსება, რომ ჩაიწეროს ახლა მე თუ ქართველი ვერ ჩავიწერე პირადობის მოწმობაში და რა უფლება მექნება. იმიტომაც არის რომ ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწევს. ერმა უნდა გამოაცხადოს თავისი თავი მასპინძლად ჩვენი ისტორიული ტერიტორიის მიწა-წყლის დანარჩენი არიან სტუმრები და იმ ხალხს მე კიდე მოუწოდებ ერთხელ და ამის შემდეგ უკვე სახელგვარებით ვიტყვი თუ მებისთან მქონდა ურთიერთობა რომელ დეპუტატებთან, რომელ პარტიის ლიდერებთან, რომ ვერ დავიხოლიე ერთადერთ მარტივ შეკითხვაზე ერია უზენაესი თუ თქვენი მინისტრთა კაბინეტები. პასუხი ვერ გამცემლია. იმდენად მოწამლული არიან გამყიდველობით, რომ ვერ ხვდებიან
კი ხვდებიან, მაგრამ არ სურთ. არ სურთ. ერი არის ღვთიური წარმონაქმნი. ერს აქვს თავისი მიწა, თავისი ტრადიცია, თავისი ანბანი, თავისი დამწერლობა, თავისი ენა და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ერი, რომელსაც ღმერთმა ღვთიური ანბანი, ქართული ანბანი გვაჩუქა და ლაზარე უნდა აღდგეს და მეორედ მოსვლას რამია ყველამ უნდა გაიგოს ეს, რომ დედამიწაზე მოხდა უდიდესი ზოგად საკაცობრიო მოვლენა, რომელმაც უნდა კაცობრიობა გადაარჩინოს. ქრისტე მეორედ მოვიდა სიტყვით, სულით და სიტყვის სახით, რომ კაცობრიობას უშველოს და გადაარჩინოს. ჩვენ ვეძებთ საერთაშორისო სამართალს, ვეძებთ რაღაც სხვადასხვა სამართალს, ვეძებთ ვიღაცების მაგალითს, მაგრამ ჩვენგან უნდა მიეცეს კაცობრიობას გადარჩენის გზა და საშუალება. მე დაგისვამებ კიდე. დიახ. კი ბატონო, ძალიან კარგია თქვენ რასაც გადაგეთ, რასაც მოდით ეს ვთქვათ, აი, როცა იღებდნენ ამ ეროვნებას პირადობიდან. სად იყო მაშინ ჩვენი წყემსები, ჩვენი მამაოები და რელიგია, სად იყო მაშინ? რას აკეთებდნენ მაშინ? რატომ არ აღუდგნენ წინ? რატომ არ გამოვიდნენ? და რატომ არ თქვეს რომ ხალხო, რას ვაკეთებთ? ერო გამოდით, გამოიღვიძეთ, ჩვენ ერთს ვართმევთ, ერი აღარ ვართ და რა ეროვნულობაზე ვილაპარაკებთ? სად იყო ეს? ბატონო, თქვენი შეკითხვა ძალიან ლოგიკური და კარგია. ის რომ ჩინელებს კარგი მაშინაც და ჩინელებს რომ ისცენ უვიზო მიმოსვლის ის და ეგერ ეხლა ის აბრეშუმის გზა რო გაიხსნება და კიდევ ვის ადრას გახსნის და ეგერ ისა გიუმრის ბაზაზე რუსეთი თავის იმგეს ტექნიკას ამარაგებს და იქეთ ის ზაგეზურის დერეფანი ტრამს ჩააბარეს. სად არის ჩვენი წყევსთავარი და კარგი ის შეუძლოთ არის, მაგრამ სად არის ჩვენი 60 ფულო ეკლესია, რომელსაც ევალება ჩვენი პატრონობა, სულიერი პატრონობა და პირიქით. აი ხო სკოლებში შევაო ისაო რელიგიის სწავლება უკვე ძალიან კარგი დიდებული საქმეა, მაგრამ თუ ისე ასწავლი, როგორც დღეს პატრონობენ იმას და ეს რო შევაკიდე, მაგით თემო ბოკეველაძე შეიტანა და მე დღესაც მანქანაზე მაქვს, მაგით გაკრული. ბატონო ჩემო, როდის? კი, მაგრამ თუ იმ ჭუით ასწავლენ, რომ ძირითადი დაუმალებს და რაც არის სალაპარაკო ის მაგით გასარკვევია რელიგიის სწავლება შედის, ხო? რელიგია მარტო კი არ შედის მართლმადიდებლობის სწავლება. შედის რელიგიის სწავლება და სწორედ რელიგიის სწავლებაში ჩვენ არ შემოგვაყვა რომ ისე ზუსტადაც აი ეს საფრთხებია. ეს არის საფრთხე. მე არ ვიცი სხვა როგორ მიიღებს ახლა ჩემ ნათქვამს, მაგრამ მე რაც უცნობ და საერთოდ ხო ეს მართლმადიდებლობა ლია რელიგია არ არის ლია. ეს რელიგია. ლია აი უფალი ღმერთი მართალი სიტყვა მართალი საქმე. და შენც როდესაც აცხადებ მართლმადიდებლობას და რელიგიას უთოლებ ეს აბსურდია. ეს უნდა გამოირიცხოს ლია. მართლმადიდებლობა არის ღმერთის სიტყვა, ღმერთის საქმე. და ზუსტად ამ ღმერთის სიტყვაში და საქმესაც უნდა მოვექცეთ ჩვენ. მე ხანდახან ძალიან ბევრი წერს რაღაცა მაკრიტიკებს შენო იგი სწავლა განათლებაც არ გაქვს მიღებულიო, არაფერი არ გაქვს დამთავრებულიო, ლაპარაკიც კი არ იციო ქართულიო, მაგრამ ამას ლაპარაკი ასწავლა განათლება იგი აში ჭირდება რომ ეს მიწა წყალი ქართველმა ერმა თუ არ გამოიფორმა და აი ვერ ჩაიწერე თავი შენ ქართველად ვერ განაცხადე რისი გამკეთებელი ხარ ამას არც მათემატიკა ჭირდება არც გეოგრაფია ჭირდება ამას ჭირდება ბუნებრივად ღმერთის ძალა ჭირდება რომ ამ გზას დაადგა რა თქმა უნდა ეხლა ბატონმა თემური პილატემოს დაიბანა ხელებიო ქრისტე ვინ გააკრა ჯვარზე აი სინედრიო მარქნა და არ იკითხენ რომ ბარაბა თუ ქრისტეო და ბარაბაო ხალხმა ბარაბა იყვირა იმიტომ რომ იმ ხალხსაც არ აქვს ის რომ ღმერთი შენშია სადმე კი არ არის ღმერთი შენ რომ სიმართლეს ამბობ და სიმართლეს ემსახურები აი მაშინ ხარ ღმერთთან თუ არა ათას უბედურებას და ეშმაკობას და მაიმუნობას მოიზარდა მაშინ ვინ გააკრა სინედრიონმა იმათმა იმ სახური ვინც ეკლესია მონასტრებში იყო და მისმა მრევლმა გააკრა
დღესაც რომ უფალი მოვიდეს ასე ერთ წამ აი რომ მოვიდეს ხო ეს ხალხი იმდენად ფსიქოლოგიურად დამონებული არის ისევ იმას მოემსახურება და თავიდან გააკრავენ ჯვარზე ჩვენ ვაკრავთ მაინც ქრისტეს ყოველდღე ჯვარზე ჩვენ ვერ მივდივართ სწორი გზით ქრისტეს ერი ვართ ქრისტეს ცნობიერების შემცველია ჩვენი ანბანი ქართული ანბანი არის თვითონ ქრისტეს ცნობიერების შემცველ მატარებელი და ჩვენი თვითოეული სიტყვა უნდა იყოს ქრისტესთან კავშირში ახლა ესენი რომ იმარშვებიან ზეიმობენ გავიმარჯვეთო რაზე გაიმარჯვეთ სიყალბეზე სიყალბით გაიმარჯვენ სიყალბეს არ მოაქვს არაფერი სიკეთე როცა ადამიანები ქუჩაში მათხოვრობენ ქუჩაში და ძინავთ ქუჩაში არიან და შიმშილით კვდებიან და ვერ არიან დაკმაყოფილებული მაშინ შენ გამარჯვებული ხარ ხელისუფალო ამაზე დიდი მარცხი არ არსებობს რომ მოგით რეალურად სხვანაირად არის მოდი ჩვენ ახლა ესე გავაკეთოთ ახლა აქ რელიგიაზე ვსაუბრობთ ხო რელიგია არის სხვა რაღაცა და პოლიტიკა სხვა რაღაცა. რელიგია და პოლიტიკა უნდა გაყო. როცა რელიგიას და პოლიტიკას სხვა ერთია, დაღლების დროს მაშინ ხდება ყველაზე მეტი უბედურება. ამ წუთიას დღეს რა ხდება? გამოდიან მღვდლები, მოდით რეალურად მივიჩეროთ. მღვდლები გამოდიან ამ პარტიას უჭერდა, ამ პარტიას სიაში, ამ პარტიას მღვდელთან რომ მიდის ადამიანი და ეკლესიაში რომ მიდის, მას უნდა სულიერად მივიდეს მოძღვართან და არსანება ჩააბაროს და ზიანება მიიღოს და არა გამოდის მღვდელი და რომ ხადაგებს ამას ხარი დაუჭირე, იმას ხარი დაუჭირე, იმ პარტიას მიეციხმა. ეს უკვე არის სწორედ აღება პოლიტიკისა და რელიგიის, ხო? აი ეს მიგვიყვანს სწორედ იქამდე, რომ ბევრი ეკლესია, აი მე ვამბობ, წვიმა რომ მოდის მეთქი გავივლე და ეკლესია რა, სოკოები, პატარ-პატარა ეკლესია ჩადგეს, იმიტომ რომ დაშალე და ებატონეს ვარიანტია. როცა ჩვენ ეროვნული მოძრაობა დავიწყეთ და როცა ეროვნული მოძრაობა იყო ძალიან ცოტანი ვიყავით რა და როცა ვიკრიბებოდით სიონის ტაძარში იქ ხდებოდა ბევრი რაღაცა და რა ხდებოდა ახლა ხალხი იქ იკრიბებოდა იმიტომ რომ ბევრი ტაძრები არ იყო და სიონის ტაძარი იყო მოქმედი ამიტომ ახლა რომ დაშალოდა ებატონო და ადვილად გააკეთეს პატარ-პატარა ეკლესიები ჩადგი რომ ახლა ყველა სიონში არ მივიდეს ამ ყველა სამებაში არ მივიდეს და ადვილად სამართავი იქნება აქ კიდე რა მოხდა ახლა მღვდლებმა რომლებიც ჯიპები დადიან და მილიარდოვანი მანქანები ყავთ და კარგადაც ცხოვრობენ და მრევლმა მიყიდაო აი მოდით იმ მღვდლებზე ვისაუბროთ მაშინ გამყიდოს ეს სახლი და კარი მღვდელი რომ ის კი არა რა ქვია ჯიპებით იაროს ხო იესოს მიმდევრები ხართ ხო მღვდლები იესოს ერთი ანაფორა ქონდა და ერთი კამარი ეკედა ესე დადიოდა ფეხით და არ შეეძლო ეტლეთი არა და თქვა კარგად ეჭამა და ესო და ესა ეს კი არა მოდა იესო თქვენი მარხულებო და მე კარგად გავწევიო მაგალითი უნდა იყოს მღვდელი სწორედ მისი რომ მე მივბაძო იმდას ადამიანი გახდეს ახალგაზრდა ამ ჩვეულებრივ პიროვნება გახდეს სწორედ მიმდევარი და დღეს რა ხდება გამოივლენ მღვდლები ჯიპებით დაცვებით 10,000 ლარიანი მობილურებით ადამიანები დადიან და იცი რა და გამოდის შუას მასალას რომელ რელიგიაზე მოგაკრაპარაკი რა სულიერებაზე მოგაკრა რა მოვასწავლოთ ახალგაზრდობა არც არაფერი და სწორედ ეს არის რომ რელიგია და პოლიტიკა ერია პოლიტიკა ჩანერგა თავისი ხალხი ამ რელიგიაში და მოდით რა ახლა კი პატრიარქი ვიძახოთ კარგია ესა ტაში უკვე ძალიან კარგია კი ბატონო ყველაფერი ყველა თავისთვის კარგია არაფერი არ ხდება სწორედ სულიერებისთვის ქართული ხალხის სულიერებისთვის სად იდგა მაშინ პატრიარქ შეეძლო კიდე ჯანზე და კარგად აზროვნებდა კიდევაც როცა ეროვნება წაყვარდეს პირადობიდან რომ ამოიღოს ეროვნება რომ წაგვარდეს ერთი სიტყვა ვინმეს უთქვი არა ერთი გამოსულა მე ეხლა ისეთი უნდა გამოსულიყო ხა ჩემ გამოსულას მოდით ეხლა რეალურად ვთქვათ ეხლა ისე ძალა არ ქონდა რასაც ვთქვათ როიტყოდა პატრიარქი ან რომელიმე მღვდელმთავარი როიტყოდა ან ვიღაცა იტყოდა იმას უფრო დიდი ძალა ქონდა ხო იმას რეული ყავს და ეს მე რო თქვი და ჩემ პარტიაში რო თქვი და რაღაცა ნუ ის მოკლე წლებში მოხდა ამის გინდა ჩვენი ჩაწერას კი ბატონო ყავს მაყურებელი მაგრამ რაღაც მოკლე წლშია და ხა სად საპატრიარქო რო იტყვის თავის აზრს და სიტყვას დააფიქსირებს იმას მეტი ძალა ჩვენ არ ვართ აღარც ერი გვაქვს რაზე ვილაპარაკოთ დღეს როცა მოვა თქვენთან ამ ჩემთან ამილესთან ვიღაცა 2 დღის წინ მიიღო მოკალაკეობა და იმას მეტი უპირატესობა აქვს ჩვენთან დაკავშირებით რომელ რელიგიაზე აქვს ლაპარაკი
და რომელ რელიგიაზე ვისაუბროთ და რაზე ვისაუბროთ, როცა ქვეყანა აღარ აქვს, ჩვენი არ არის არც მიწა, არც წყალი და არაფერი, ხო? რა გვინდა რა აი ეს არის უბედურება, რომ ჩვენ აღარც ვართ ქართველები. ის რომ საზღვარგარეთ რო არიან წასული კინომახსენდება გეგეჭკორი რო ამბობს აღარც ვართ ქართველებიო, მაგრამ აქედან ფეხი არ გამიდგავს საერთოდ არასოდეს ჩემ ქვეყანას არ მომშორები ვარ და აქაც აღარა ვარ ქართველი. აი ეს უბედურება გჭირს ეხლა და ასეც უნდა მომხდარიყო ალბათ, იმიტომ რომ ქრისტე რო შავიდან რომ დავუბრუნდ რასაც აი ბატონ დავითი აკეთებს რა ძალიან კაი მემოწონა ის ნაბიჯი რომელიც გადადგმულია აქ კომანდა ჯიბეში ხო რომ ანახოთ ჩვენს ვაყურებს აი ეს არის ბატონებო აი რასაც ბატონი დავითი აკეთებს აი ეს არის აქ სიცოცხლის დაბადებით არსებობა და სულეთ აღწერია რომ ქართველები არიან ბატონ პატრონები ეს ბატონი დავითის ინიციატივაა დაიწყო ამის გაკეთება ეს რაღაც ნაბიჯების გადადგმა არის პირველი ნაბიჯებისა რომელიც ნამდვილად ძალიან კაი საქმე თუ ჩვენ არ ვიცოდით მაგრამ დამოუკიდებლად ერთი აზე ვიყავით და ახლა ვინ პირველად თქვი და ვინ მეორედ დავიწყე და ვირა გავაკეთეთ მაგას აღარ აღნიშნულო თავარი არის რომ რაღაც ეს ნაბიჯები და რაღაცის გადაედგა რომ ბატონი დავითის შემართებით მისი ძალღონით, მისი ფინანსებით აი ესეთი ნაბიჯი სადიო ძალიან კარგია და სწორედ აი ამას მივესალმებით ჩვენ ყველა რომ ეს ნაბიჯი გადაედგა ხოლო ეს ნაბიჯი შეეძლო იგივე გადაედგა სწორედ რელიგიას და სწორედ საპატრიარქოში შეეძლო გადაედგა აი ეს და სწორედ საპატრიარქოში რიგები იქნებოდა ამის სასახებად რასაც ბატონ დავითი აკეთებს ეს ჩვენ მომაკვდავი ხალხი ვართ რელიგია სხვა არის და სარწმუნოება სხვა არის რომ ვაბობ მართლმადიდებელი ვართ ესა ვართ და სახელმწიფო დონეზე ყავს აყვანილი და ბიუჯეტიდან ყოველ მას უხდით მილიონობით თანხები მიდის რატომ არ გააკეთა რატომ თქვენ არ ხართ ქართველები მარტო ჯიპებით რომ დადეხავთ და რა ქვია ქონებებს იპოვნებთ და მას აკეთებთ ჩვენ ქართულს თანაჩეს არ შეუძლია ეს გაიფორმოს ხო მიწები დღეს უკვე უნდა მიწები და ესენია გაფორმებულები და რაღაცა ჩემზე პირადად გეტყვი გესაუბრე ბატონებო მე გეუბნებით აი საქმეა დაწყებული ბატონ დავითს და სწორედ ჩვენ დამოუკიდებლად ჩვენ დღეს გავიცანთ ერთმანეთი მე ჩემი მიმართულებით მუშაობდი პარტიული მიმართულებით რომ სწორედ ჩაიწეროს და ნახე კაც რომელსაც ნაბიჯი აქვს უკვე ამ მიმართულებით დიპლომატ მუშაობენ ამ საკითხზე სხვადასხვა არის პატარ-პატარა გაერთიანებები მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამ მიზანს ერთობლივ ვიძალით თუ ჩვენ ერთმანეთს არ დაუწყებთ რაღაც გამოკიდებას ეს ჭიქა აქ როგორ უნდა დავდოთ ის ჭიქა როგორ უნდა დავდოთ და ერთ მიზანს მივახცევთ რომ ქართველი ერი არის მასპინძელი და მემკვიდრე ჩვენი მიწა-წყლის იქ ყველაფერი გაკეთდება და იმის შემდეგ ეს ჭიქა აქ როგორ უნდა დავდოთ ან როგორ გადავდოთ იმის შემდეგ არის გასარკვევი იმიტომ რომ ეს ქართული მიწა-წყალი რო გადმოიფორმოს ხალხმა ერმა მე ზეგაროთ ქართულს მიწას არაზე მე ჩემ თავზე პირადად გეტყვი 4-5 წლის უკან 70 სული საქონელი მყავდა ხდებით და მჭირდებოდა პატარა მიწა ისეთ კი არ მჭირდებოდა მე ჩემთვისაც ვიყიდდი მე ნელა-ნელა მაგრამ მოვიდა და დამინგრია და რატო იცით რომ მე განაცხადი მქონდა გაკეთებული რომ ეს ფერმა მე მინდა გადავიტანო სადაც არის ქართველების მიწა. არ დამინგრევდნენ, მე თუ ვეთყოდი, გეხვეწებით რაღაცა გამომინახეთ 1-2 ჰექტარი მიწა. არ დამინგრევდნენ, მაგრამ რადგან მე განცხადებაში მეწერა რომ კი ბატონო, მე ამ ფერმას გადავიტან, ოღონდ დამანახეთ ქართველების მიწა სად არის, ამის გამო ერთხელ კი არ დამინგრეს. 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ. არა ჩემი პრინციპი არის იმ განცხადებაზე, რაც მე 5 წლის უკან მქონდა დაწერილი, რომ მივახციოთ წარმატებებს, რომ დამანახოს ხელისუფლებამაც და ხალხმა სად არის ქართველების მიწა. და თუ ქართველებს 1-2 ჰექტარი მიწა ენანებათ ჩემზე და ჩემის თანამშრომელი ხალხისა, ეგ თქვენზეა დამოკიდებული. და მეთომედაც ახლა როგორც ჩემთვის ცნობილია ბატონი დავითი იბრძოდა აფხაზეთში სამჯერ ყოფილა დაჭრილი რაც ახლა სანამ შემოვიდოდი სტუდიაში სამჯერ ყოფილა დაჭრილი და სწორედ ესეთ კაი საქმეს აკეთებს და რა არის ამაში მიუღებელი
ამიტომ არის ჩვენ დავიბრუნოთ ეროვნება. დავიბრუნოთ და სამშობლოს. მივხვდეთ ეტაპობრივად მივხვდეთ ყველაფერს. ჩვენ ახლა აურიოთ ყველაფერი. მაგაც ეს უნდა აჯამსანდალი უნდა. იმაზე კი არ გაამახვილებენ ყურადღებას, რაც საჭიროა რომ გაამახვილოთ ყურადღება. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ სხვა რამეზე, რომ სწორედ ჩვენი ყურადღება სხვა რამეზე, იცი რა, აი ეს კი არ მოდი აქ ესა და ამიტომ ერთი მოთხოვნით გავერთიანდეთ ყველა ერთი მოთხოვნით ჯერ აღვიდგინოთ ეროვნება გავხდეთ ჩვენ ელი და ელი გახდები ეს იმის საფუძველია უკვე რომ ჩვენ ვართ ქართული მიწა-წყლის ბატონ პატრონები და ყველაფრის ამიტომ ეს ერთი არის თავარი რომელიც ჩვენ წაგვართვეს და აი ამ ერთზე უნდა ვიბრძოლოთ ყველა აი ეს პირველ რიგში სულ ყველა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, ხალხიც, პოლიტიკოსებიც ამაზე უნდა გავერთიანდეთ. თუ ვართ ქართველები, ვიყოთ თუ არა ხარ. მე ვიცი ახლა ბევრი გამოვა და მაინც ქართველი ვარ. რა, მე რა მიწერია რა მაგითი, მე თქვია. თქვენ ხაზს გაუსმებენ ეროვნებაში რომ ჩაიწერება, არც ქართველს დაგიწერებენ, არც სომეხს, არც თათარს, არც თურქს, არც არავის. თქვენ ხაზი გაუსვდა. მე მეწეროს ბატონო, ჩვენ მეწეროს პირადობაში რომ მე ვარ ქართველი, მე მინდა, მე მოხარული ვარ, მე მიხარია რომ ქართველი ვარ. და მე ამას ხმამაღლა ვაცხადებ, თქვენ ხაზს გაგისმოთ რომ თქვენ არც ქართველი არ ხართ, არც უნდა. ხაზი გაუსვათ, არ უნდა. ეგ კანონში იქნება ჩაწერილი, არ გინდა რომ ეწეროს ქართველი რო ხარ. ეს ხაზი, იმიტომ რომ როგორ არის ქართველი თუ გვარია გადაგეგებული, მაგრამ არც ქართველი, არც სომეხი, არც თურქი და არავინ არ არის და მართალია ეს ადამიანი, მე არ მინდა რომ ეწეროსო და ნუ ეწერება, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ვეწეროს და ვისაც გვინდა ვეწეროს, ამიტომ მოვითხოვოთ და გავაკეთოთ ის ხელმოწერები ყველამ ერთად, ვის რამდენი შეგვიძლია, არა ვიშურობა ერთი იქნება, 10 იქნება, ვის რამდენი აუცილებელია პირადობები იყოს მითითებული პირადობის მოწმობის ნომერი, იმიტომ რომ მაგით ხდება გადამოწმონ და რეალურად მოვაწეროთ ხელი, გავაკეთოთ, რომ გვეწეროს. ჩვენ არაფერს არ ვთხოვთ, არ გეუბნებით ხელისუფლებას, იხავი ბატონო თქვენ და გააკეთეთ. კი ბატონო, მე იხავ და თავს დაიგავ რო გააკეთოთ, მე გიხავ. ჩვენ აი აქ სამი ადამიანი ვარ, სამი ადამიანი მოხარულ თავს დაიგავ ამაში რომ გააკეთოთ. ხელისუფლებასაც საფრთხე აქვს. ის დასავლეთი მაგათ რასაც ავალებს, იმას აკეთებს. ეხლა ჩვენი ეს ბავშვები, ახალგაზრდები რო დარბიან ქუჩაში და ძალიან სწორად იმას ჩვენ დასავლეთი ავალებს, რუსეთი ავალებს თუ ვინ ავალებს ეს სულ არა. ჩვენი მოსაკითხი არის ისა, ჩვენ ძირითადი ფუნდამენტი მოსაკითხი არის, თორე იქ შეიძლება დასავლეთს იმის იქეთ უფრო უარესი ვიღაცები ავალებდნენ. რა თქმა უნდა. ესენი ძიმათ ტყვეობაშია. ესენი ხო ამბობენ რომ ჩვენ დამოუკიდებელი ტყვეობაში არიან. ესენიც არიან ტყვეობაში და ამ იმითი ჩვენ აგერ იურიდიულ სამართლებრივი საბუთი გვიდევს რომ თვითონაც გათავისუფლდეს ამ ტყვეობიდან და ჩვენც გავთავისუფლდეს. ეს უნდა მაგრამ თუ გააკეთა ეს სახე მოდით რა ახლა რეალურად ვთქვათ. მე პირადად და ჩემი პარტია დაუდგებით გვერდზე. თუ შემოგვიდება აი რომ გამოვა ეს დისტეიტის დავარქვით თუ მაფიას თუ რასაც გინდა იმას დავარქვით. ქართველები დაგიდგება გვერდზე, ვერ მოგელებიან. ვერავინ არ მოეწონა. ის მოხალატეები ვინც არიან, ისინი ისე დასაჯერები უნდა დაესაჯონ, რა მოდი ესე რეალურად არა მოხალატეები უნდა დაესაჯონ, ხო? ამდენი შადიმანები რო ყავს საქართველოში, ამდენი მოხალატეები ესენი სკოლა უნდა დაესაჯოს. იმიტომ რომ მან გაყიდეს ყველაფერი დაგვაქციეს თავზე, ხო? დაგვაქციეს და კიდე განადგურების საერთოდ იბრძვიან რომ რა განადგურ. ჩვენ ერთი გადავიტანეთ 90 წელი გადავიტანეთ რაშჩიმში რომ რა მოყვა, ამ გადატრიალებას რა მოყვა, ხო? მე არ ვახლა ნუ ვიმჯერებ თემაზე კაი იყო გამსახურდია ცუდი იყო თუ რა იყო არჩეული იყო 9 თუ ვერ გაწუხ გადაატრიალება მერე მოყვა ოჯახებში დაპირისპირება ცოლის ხვაზე იყო ხმალის ხვაზე იყო მოყვა ურდუნებში დაპირისპირება რაიონებში ქალაქებს ხალხს დაუპირისპირდა ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა და გავიარეთ რო იტყვი ყველას ვერ ნახავ ერთი აზრზე იყო და მოდით ეს შადიმანები მოვიცილოთ ეს შადიმანები ეცდებიან კიდევ იცი რა მოდი რა დროს ეროვნება კაცო ხალხი მშიერია ამაზე ვილაპარაკოთ რა დროს ის არის ამაზე ვილაპარაკოთ მოდი ხელისუფლება ჩამოვავლოთ მე ვილაპარაკოთ არჩევნების დროს ერთ-ერთი ნუ არა მნიშვნელობა
რომ გამოდიოდა მეუბნეოდ რაღაცები ხელისუფლება, კაი თვალისწინე რა ჩემი გამოსვლები და ხო და მე ასე რატო ეუბნები მოდი დავაცალოთ ჩვენ მოვალდობენ თუ შემოგვიდგა სახელმწიფო ვიღაც უნდა გავაკეთებინოთ ხო მოდი გავაკეთებთ ამების გულისთვის ქვეყანა არ უნდა გავწირო დღეს ჩვენ დავიწყოთ იმაზე საუბარი რომ მიცი რა მოდი რა დროს ამაზეა და აი ეკონომიკაზე პენსიებზე და რომელ პენსიებზე ლაპარაკობ ვის უნდა მისცე პენსიები მოდით რა გოებს და საინამდვილეს გოებს უნდა მიცეთ ეს პენსიები მოდით აი ამაზე უნდა იმასაკო ჯერ ერი შევიქნათ რა აი ჩვენ ერი არ ვართ დღეს და ეს რამოდენიმე წელია წარქმეულიყო ჩვენ ეს ერობა რომ ერი არ ხარ თუ გეუბნებიან და მე თუ ერი არ ხარ და გოი ხარ გოის მნიშვნელობა რა დანიშნულება შენ უნდა იყო მოსამსახურე და არ უნდა იყო ბატონ პატრონი და თუ მოსამსახურეს და მონას ხო როგორც ექცევიან ისე მოიქცევიან ჩვენს და ამიტომ მივიღოთ ის რომ მე ჩვენ უკვე ერი ვარ რახან წაგვარდოთ, მაგრამ ჩვენ დავიბრუნდეთ ჩვენი ერობა და იმ პენსიებსაც მოვითხოვთ წესიეს. ხელფასებსაც მოვითხოვთ, ფაბრიკებსაც, გასვლა სისტემა შეიძლება ავტომატურად. აი ამას მოყოლა ყველაფერი. აბსოლუტურად. ერთი ნაბიჯია გადასატრიმელი რომ დაიბრუნო ეროვნება. აი ამით მოყოლა. ის რო წავა და იმ არაბს რო ყიდიან მიწებს თურქებს და ჩინელებს ხო, შენ მოთხო ვიცი რა, მე უპირატესობა მაქვს შესყიდვის დროს. მოდით ვახო თანაბარი სიტუაცია. იმ ერთი არაბი ყიდულობ ჩვენ აგერ 1000 ქართველი ვიყიდით იმ თანხით. ხო? და არა იმას კი არ ვიცი, მოდი ჩვენ აი ერთი სიტყვით ხდება ისეთი სისტემის დაყენება და ეს სისტემა მოშალა სააკაშვილმა ესე შევარდნაძე მოშალა და დაიწყო და სააკაშვილმა სულ აღვიგვნა ხო ასე თლიანად პირდაპირ გამოივიდა შევარდნაძე ხელისუფლება შეცვალა მაგრამ სააკაშვილმა ერთ-ერთმა უფლება 85 წლიდან შევარდნაძემ გაყიდა ეს ქვეყანა და შევარდნაძემ კი გაყიდა, მაგრამ მაშინ ერი გვერქვა. ეროვნება ერ გოწერა, ხო? ეს ერი არ მოდი დღეს ახლა. ერიც გავყიდა და ვერ მოითხოვ, ახლა ემილი ხო ბატონო დავით, ვერ მოითხოვ შენ ჩინელისგან. ვერ მოითხოვ. რა შეცვალა რითი განსხვავდებით? მე დავთქვი ერთმანეთისგან. აგეთ რითი განსხვავდებით? ვერაფერ განსხვავდებით. მე შეიძლება შენ ჩინელი ხარ მოგითხრას. მე ვიყავ ფრანგი. და მის პირადობაში წერია ფრანგი. კი არა წერა რომ ევროკავშირი ან ეგესა ან ხაზი პირდაპირ წერა ფრანგი. რატო უწერია ფრანგებს ფრანგი? გერმანელს რატო უწერია გერმანელი? ხო ჩაწერო რომ ევროკავშირის მოქალაქეები არიან და ევროკავშირის მოქალაქე ჩაწერო, ხო? მაგრამ იმას იმიტომ უწერია რომ ჩვენ გოები არ ვართ. ჩვენ ვერ ვართ და თქვენო რომ იმიტომ ჩამოდითო ჩვენთან აქ იმუშავეთო და მოსამსახურებად არავინ არ შემიჩერებს ლიბერალიზაციას არ შემიჩერებენ იცი რა თქმა შემიჩერებენ იაფი გოები მივდივარ და მუშაობენ იქ გოები ისა ხო და რო შეგიჩერებენ იმას მუშახედი ჭირდება იაფი მუშახედი ჭირდება რასანა იმას ეს ჭირდება რომ მოდი მე ახლა ახლა ვინც ახლა უნდა გადაუხადო 10000 და შენ 5000 გიხდი და პირთვალებში შემომციცინებ და ყველა არსად არ წავა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქალბატონები თუ აქ დასაკეთება და თავიანთ ოჯახებში ცხოვრობენ რატო წავა სადღაც ვიღაცის მოსამსახურედ ქვეყანა თუ იქნება ფეხზე დამდგარი და ღირსეულად იქნება ცხოვრება რატო წავა ის ქალბატონი თავის პატარებს რატო დატოვებს და რატო ვინმეს რატო მოემსახურება საქართველოში თუ არ აღდგა ეს ყველაფერი რომ საქართველოს დაერქვას საქართველო და ვიყოთ აქ ღირსეულად ვიცხოვროთ სულ არ მჭირდება მე არავისი მოსამსახურეობა ტირიანის ქალბატონები იქედა 2012 წელს მესაუბრები ხო პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი რა და გამოვედი და ნუ მე ამას უკვე წლებია 2009 უფრო ადრე და მithხოვო საქართველოს ყველა ენაზე დაერქვა საქართველო მეთქნა. ნუ ინტერვიუზე იყო მოსული ჩემთან, ინტერვიუ აიღო რუსთავიორმა და ნუ იქ ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო პრეზიდენტობის კანდიდატო საქართველოს ყველა ენაზე უნდა ეწოდოს საქართველო. ეს ბიზნესისთვისაც კარგია, ყველაფრისთვის არის აბსოლუტურად კარგი. და ვანო შოუში გამაშარჟეს რომ ჩვენო პრეზიდენტობის ჩამოთვალე გუზია ჯორჯია რუჯეს და ან მივხვდი ერთ-ხუთ ეს ჩამოთვალე და ჩვენო პრეზიდენტობის კანდიდატმა რამდენი ენა იცოდა და გამაშარჟეს და ლიტვამ რომ მიიღო საქართველოს უნდა ეწოდოსო და არა გრუზია და ჯორჯიაო
ეს ვიდეოს გაახეს. YouTube-დანაც და ყველაფერთან გაახეს, რომ ეს არის რეალური დღეს თუ არა ხვალ, ეს საკითხის დადგება. მაგრამ ჯერ ეროვნება უნდა მივიღო, ეროვნება საკითხის დავა. ბატონ თემო აი გულინაც ზემწყდება ესე აქ სწავლა განათლებაზე და ვიღაცამ რაღაცა ისის იმაზე კი არ არის. კარგად რომ დაუკვირდებით ხო და პირადობიდან როცა ამოიღო და სააკაშვილი და იმ ხელისუფლება ფაქტიურად ხო მანამდე ერთი მთავარი მიწაც არ იყო გაკიდული და ვერც უცხოელი შემოდიოდა და მოქალაქეობას ვერ ღებულობდა. როგორც ერი გადააქციეს მოქალაქედ იმ წუთასვე დაიწყო შემოდინებას იმ წუთიდან და იმ წუთიდან დაიწყო როგორც ობიექტების გაყიდვები და დასვისებები ისე ყველაფრის გაყიდვა რამეს თუ შეიძლება არც წყალია ჩვენი არც დენია ჩვენი ამას ელემენტარულად უბრალო კაცმაც რო დაუკვირდე რატომ მაინც და მაინც იმ წუთისთან და რატომ არა უფრო ადრე შეიძლება ხო იყვას მაგრამ უფრო ადრე უფლება ჰქონდა უფლება დაგვაკარგეს ეს უნდა წელს მაგას ისიც თავს გზნობდა სტუმრად რომ ქართველია ბატონ მასპინძელი და დღეს იმიტოა ეს ყველა ამიტომ ერთი სამახარხია გავაკეთოთ ფორმა ახლა მე მგიმა ფორმა ქონდა მაგრამ ერთად გავაკეთეთ ეს ყველაფერი რომ არავის დაფხოს რომ ჩემი გაკეთებულია გავაკეთოთ დავიწყოთ ხელმოწერები და არ გვინდა ეს ხელმოწერები შევიტანოთ და პარლამენტს ვიწეროთ და პრემიერ-მინისტრს და ყველას ვიწეროთ. აი გააკეთეთ და ამდენი ხელმოწერა. ჩვენ სურვილი გაქვს მე მაგ სურვილი ჩამეწეროს. ვისაც სურვილი გვაქვს გვეწეროს ეროვნება აი ჩვენ თქვა მილიონი ვიქნებით თუ რაღაცა ჩვენ ჩავეწერეთ ეროვნება ხო იმისაც არ აქვს სულ მოჩავუწერ ბატონო იმას ნებას ყოფლობითი იყოს რომ ვისაც გვაქვს ხო რა ნებაყოფლობით ხო შეუძლია როგორც არის ნებაყოფლობითი ადამიანს უნდა ეკურნალებ ხო და არ ეკურნალებ ხო ნებაყოფლობითია ესეთი ნებაყოფლობითი იყოს ვისაც აქვს სურვილი რომ ეწეროს ეროვნება და ეწეროს რომ არა გინდა შეიძლება სომეხ მოთხოვს მინდა მე მეწეროს სომეხი ჩავუწერე სომეხი მერა უნდა გას ვერ გერგი ის უფრო დასაფასებელი არ ადამიანს ჩვენც ვისაც გვინდა სომეხიც მიყვარს თავის ადგილზე აზერბაიჯანელის და ყველა ქართველი სომეხი არ მიყვარს გვარს რომ გადაიკეთებს გადაკეთებულზე არ საუბრობთ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ეთქოს რომ მე ვარ სომეხი და ჩამიწერე რომ სომეხი გარ გადაკეთებული არ ეთქოს რომ ჩამიწერე სომეხიო ის მაგას არ ეთქოს ხო და მოდით რეალურად იმას ვამბობ რომ დავიწყოთ ესეთი ხელმოწერების შეგროვება და მივმართოთ ამ ხელისუფლებას ეხლა ვიღაცამ შეიძლება არ ცნობ იმას არ ცნობ შენ ნუ რასგვია ცნობ თუ არ ცნობ რა ხომ ჯიბეში გიდევს პირადობა და გიდევს პასპორტი ესე იგი შენ ცნობ მაშინ არც პირადობა არ უნდა გქონდეს და არც პასპორტი არ უნდა გქონდეს მაშინ მივხვდი რომ არ ცნობ თუ შენ ამ ხელისუფლების დროს ან წინა ხელისუფლების დროს აღებული აქვს პირადობა და პასპორტი ესე იგი შენ ცნობ ყველაფერს კიდევ ზუიადისტები რო ყვირიან და სხვები რო არ ცნობ ხელისუფლებას პირადობა აქვს აღებული გამსახურდია შემდეგ პირადობა აიღო რატო აიღო ხო არ ცნობდა რატო აიღო პასპორტი ხო არ ცნობდა რა ხომ აიღე შენ უკვე ცალე პირადობა ეს არის ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი მაშინ არ უნდა აიღოს არც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არც პასპორტი. ჩვენ ცხოვრობთ აქ ბატონო თემურ, ჩვენ ჩართული ვართ პოლიტიკაში. პურსლო, ედულობ ისიც პოლიტიკა. აქ გადაყანები ვისა ასაღები ყანები გადაუწვენ ხალხს და კახეთში იმისთვის რომ მე პური შემოეტანაც და კახეთს ჩვენი პური არ ქონოდა და ჩვენ შემოსავალი არ ქონდეს. აი ხლა სოფელში იმუშავე ვეუბნებით ამ ხალხს და გექნებაო არაფერი აღარ არის სოფელში. თხილის იმედზე იყვნენ ხალხი დარჩენილი და იმ თხილში გული საერთოდ არ არის. აი ხო ის ფაროსანი თუ რაღაცა შემოგვასიეთ. ყველაფერი ისი არის რომ ეს მოვლენისგან არის მანდამაინც პოლიტიკა არ არის
თისგანაც რო ღმერთი გეუბნება შემოიხედი აქითო უფლისკენ გამოიხედე მარტო შენ ვერ იქნები უფლის გარეშე და უფალი არ გაძლევს იმის საშუალებას რომ შენ უფლის გარეშე იცხოვრო და უღმერთოდ იცხოვრო იესო ქრისტე რო შევიდა იქ ტაძარში გამორეკაო იქ ყველა გამორეკაო ჩემი სახლიო სავაჭრო სახლად გაგიხდიათო და ტრედებიც კი გამორეკა და მეკერმენებით წარმოიდგინე ღმერთი არ ერევა იესო ქრისტე არ ერევა ეს ბიბლიაში წერია რატო იმათთან არ ესევა ბაროსანები და რატო არ ჩაუკეთა მეთქმა ეს ესაა მაშინა ჩვენ პოლიტიკა და რელიგია აუღეთ ერთმანეთში და როცა ჩაუკეთოს მეთქმა როგორ შემოყარეს არასანა შემოუსიაო თხილს მაგრამ ფაქტიურად სისტემამ თხილი შემოუსია ხალხს თხილი შემოუსია ხალხს თქვენ და რატო ხდება ისი იმიტომ რომ იქ სკამებზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ან მოადგილე ან ვიღაცა აგრონომები და ისეთები კი არ არიან ზოგი ტანვარჯიშის ჩემპიონი არის და ზოგი შტანგისაწევის ჩემპიონია და იმან არაფერი არის ეს ზუსტად მან დავიწყე მე ბრძოლა მანდედან რომ თხილის ნირგს ნუ ჩუქნით ხალხს იმიტომ რომ ფაქტიურად მოსკო თუ ვინმეს თუ გონდა მიწა ხანა პარჩა გონდა და ყველა თხილის ნერგი დაგო ხალხს აჩუქეს ნერგები ხვდები იმიტომ რომ ფასი ქონდა მაშინ 10-დან 15 ლარი ზე მერყეობდა მაგრამ თხილი უცებ მრავლდება მესამე წელიწადს მისი ნაყარი აქვს და ფაქტიურად სოფელმა აი არ სიმინდი არაფერი არ დარგო იმიტომ რომ თხილს ფასი აქვს დაარგო თხილი და ფაქტობრივად გაუკეთა დათმური სამსახური იყო ასეთი გამოთქვა და არ ემგონი რა კაცო ეხმარები მაგრამ მერე რომ მაინც ბოჭა და პაროსანა რო შემოუსია ეს იყო რომ სოფლიდან როგორმე გამოეხარა მუშახელი გარეთ ქალაქში და საზღვარგარეთ იმიტომ რომ თხილის აქვს მისი ხარჯები 2.5 ხდება მისი შემწავლა მკურნალობა ყველაფერი და როცა პაროსანა შემოუსია და გაუფუჭდა მოსავალი კიდე გამოიხედა გვერდზე და არც სიმინდი აღარ აქვს არც ლობიო აღარ აქვს კიტრი პამიდორი არაფერი აღარ აქვს დარჩა ოჯახი მშიერი და გამოიქცა წამოვიდა რომ ფული ისჩოვოს რომ ოჯახი გამოკვებოს ხვდები იმის შემდეგ ძალიან კიდე მაგარი დათმური სამსახური გაუწია იმამ ხელისუფლებამ სისტემამ ამას ვერ ხვდებიან იმათ გონიათ რომ ვაიმე ჩვენ დაგვდეს ნებართვა ევროკავშირმა ან ვიღაცამ თხილის გატანა რა კარგი არის ხვდებით მაგრამ იმას ვერ მიხვდე რომ რა შედეგს გამოიწვია ახლა მე მაგალითად რომ ვიღაცას ეთქვა რომ 100,000 ტონა თხილი მინდაო ხო აი ხელისუფლების ადგილას ხო თითოეულ ოჯახს ვინც სოფელში არის ვეთყოდი რომ 500 კილო ჩამაბარეთ და არა გადაწერეთ მთელი ის 500 კილოს დარგავდა ნუ რამდენიც საკმაოდ საჭირო არის პატარა ტერიტორიაზე და არა მთლიანი ხანები გაუქმენ ხანები ბაღები ჩაგეძლებით სოლეთ ევროპაში ესია იქ როცა არის ეუბნება რომ შენ ამდენზე მეტი არ უნდა მოიყვანო კი ხო და ესე კი არა სულ ყველამ რომ მოიყვანოს მართავს ეს ევროპა ეუბნება აი თქვა უნდა მოიტანო 10 ტონა 10 ტონაზე მეც ტელევიზორში იყო თვითონ გადაცემა რას უკეთებთ და უნდა გადავყაროთ და გადაგრაში კიდე ფულს ვიხდით ამიტომ იმდენა მოიყვანოთ რომ მეტი არ უნდა გქონდეს აი თემო როგორ რაღაცა თხილი ღირს 15 ლარი აი მე რომ უნდა ჩავაბარო 500 კილო მაგრამ მოდი გამოვიყვანოთ ის ხარჯი რომ მე ეს მიღირდეს ჩაბარება და დღეს რეალურად თხილის ჩაბარებას ხარჯი 7 ლარი რო იყოს ხო ნორმალური ფასია კარგი ფასია ჯო არ მინდა ეგ 15 ლარი იყო 7 ლარი და 500 კილოზე 3500 ლარი ხო არის აი აქეთ კიდე მაგალითად მე ვეწევი თუთუნს ვაკეთებ მაგალითად და ქედა შვახევი ხელვაჩაურის ზოგადად ნაწილი ხო 1 კილო თამბაქოში გრებს რო გადაუხათ 30 ლარი ძალიან კარგი ფულია და 1 კილო თამბაქოდან 100 კოლოფი სიგარეტი ამოდის მე 100 კოლოფ სიგარეტს ვამზადებ ხვდებით წარმოიდგინეთ რამ ხელა ფული არის
30 ლარი რო გადავხალოთ, ის 500 კილოს სულ ყველა ოჯახი დარგავს თავისუფლად და 15,000 ლარი გამოდის წელიწადში. კი, შრომას უნდა, მძიმე არის შრომა, ნამდვილად მე რო ვაფრევდი მაგას ჩემ ბავშვობაში, ვიცი რას არის შრომა, მაგრამ 15,000 ლარის სოფლად ადამიანი ოჯახი რო აიღებს, ხო? იმ სულ არ გაიხედავს საზღვარგარეთისკენ. ის საკმარისი არის მისთვის, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ხო, არა, უყურე როგორ რაღაცა ხდება. როდესაც იმ საქმეზე გაქვს ოჯახი, იქ უკვე მწვანილსაც დათესავ, კითხსაც დათესავ, პომიდორსაც მოიყვან, იქ სიმინდსაც დათესავ. თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა, ხო? აი უყურე, მე რატომ ბრძოლობ ამისთვის, რომ მიწა დაუბრუნდეს ხალხს? იმიტომ რომ ეხლა სიმინდი მე წავიკითხე წინა წელთან შედარებით დღევანდელი 100,000 ტონა სიმინდის მარცვალი შემოდის უცხოეთიდან. როდესაც ჩვენ ქვეყანაში ასე რომ გადააგდო მარცვალი, სიმინდი ამოვა. მაგრამ ამ სიმინდის მოწევას შეუძლია ფაქტიურად მთლიანად გამოასწოროს სოფლის მეურნეობის პროცესები, იმიტომ რომ მას მოსდევს მეცხოველეობის განვითარება ეგრევე ხო არ გადავყრი მოტივულ ჩალას, იმას მეფრინველეობას, იმან რო ჯანმრთელი სიმინდი არ არის, ხო არ გადავყრი, ფრინველს მოიყვან, ბატი იქნება, თუ რას იქნება, აბსოლუტურად ყველაფერი და ოჯახიც დაკავებულია სოფელში. ლია ხდები? დაკავებულია, ჯანმრთელი ცხოვრება. მე ბავშვობა ისე გავიზარდე, რომ ლობიოს სიხსჯები რო არის. სანამ აცავს ყოველ დღე არ მოვჭრიდი, მანამდე მდინარეზე ვერ წამოვიდოდი სათამაშოდ, ვერ ვითამაშებდი. ფიზიკურადაც უკვე ძლიერდები. იქ შენ აღარ გიწევს იმის ფიქრი, სად წავიდე, სად დაუბოლდე, მოდი ის 200 ლარი, 300 ლარი რომ აქ დანიშნული, მე ახლა სიმინდი რო დავთესო და წავიღო ბაზარში ხელისუფლება, ფული რო დამინახოს, იმ 300 ლარს მომიხსნის დახმარებას. მაგრამ შენ რო ხელისუფლება ხარ, მე მიწარვავს 300 ლარს, ეხლა დაუშვათ, მე ვარ გლეხი და ვღებულობ სოცდახმარებას. ყოველ თვეს 300 ლარს რაში ვღებულობ? არაფერში. სახში ჯდომაში ვღებულობ ფეხი გადადებული 300 ლარს. ხო და მოდით მაო და ამ სიმინდში მაინც დამათესინე და სიმინდი წაიღე და ჩვენ ხალხ ქალაქში სიმინდი მაინც მიართვი და უშრომელად რატომ მაძლევ ფულს? შრომაში გადამიხადე ფული, შრომაში. ოღონდ გადამიხადე ნორმალურად. მაგას ვამბობ, რომ კონდეს უნდა ეხლა სოფელში რომ ჩვენ 28,000 კომლი იყო ჩემ დროს სოფელში. კომლი ჩვენ პატარა ჩოხატაურის რაიონში იყო 28,000 კომლი და 5 მარტო ჩაის ფაბრიკა იყო და ეს ჩაის ფაბრიკები გააჩერეს, გაიყიდა, იმიტომ რომ არ ემუშავათ. მეტი არაფერი დანიშნულებს. ხო, ესე იგი ამოგვაძრეს სული. მე ყველაფერი გამოგვაცალეს ხელიდან და ეს არის სისტემა, რომელიც ადამიანების დასასრულს მიგვიყვანებენ დასასრულამდე. სწორედ ამიტომ უნდა გაუქმდეს სოციალური დახმარება. გაუქმდეს უნდა გაუქმდეს. ეს უნდა ადამიანები. ერთი წამი. ამოიფიქრეს მოდით რა მეტი შემოსავალი ქონდათ ამერიკაში, რა მოგის შემდგომ და რა გავაკეთოთ და ხავს დაურიგოთ ფული, არა. ფული არ დაურიგოთ ხავს. მოდითო, გადაუნაწილოთო, სიტყვაზე ქუჩის დასუფთავება. 10 მეტრა მივცეთ, დავასუფთავებინოთ, უნდა ყოველდღე 10 მეტრა დავასუფთავებ და იმადოს ის კი არ ჩაფრისო რომ მე ამას ჩუქნია და მის დასახსტავებო. იმას უნდა უთხრათო, კი, ჩვენ დავასუფთავებთ, მაინც უნდა უთხრათ რომ მიდი და ეს 10 მეტრა ყოველდღე დაგავე. კი ბატონო. აი დაგაოს ეს სანტიმეტრო, თავისი ეზოს წინ არ დაგვისა, არ გამოვა. წამოხოტრიალებულია, ხელს არ გაანძოს, ერთი ქვა გადადოს გვერდზე, რომ მანქანამ არ გაესროლოს და თავის ბავშვს არ მოხდეს. იყოს არ უნდა იყოს სოციალური იქნება სოციალური დამახმარება, მაგრამ იყოს ფაბრიკა ქარხანა და შევალ და მიმუშავე. კი ბატონო, შექმნი პროდუქცია შექმნი, ჩემი შესაძლებლობის აი ეს მიხვალ, აი აქ ამან ამ წარმოებაზე იმ წარმოებას ვეთქვი. მე შენ არ გადავხდები, აი მოვა და
აი ეს ხვები რა თუ რაღაცა მიეხმარა ახლა მიეხმარა რომ თავი უნდა ჩათვალოს ის არის დასაქმებული 1 საათი უნდა მივიდეს აი უნდა მივიდეს და სიტყვაზე უნდა აღწეროს გააკეთო აი ახლა რომ ბატონო თემური ლაგოდეხი რო წამმა გადარეცხა თლიანად მისი მოსავლიანად ის კი არა დასაცმელი არ დარჩა ხალხს ჩასაცმელი იმას რა უშვებო არა ის იმას ამოვიდა ეს მოსავალი და რაღაც ალტერნატივა ეს ვასაკეთია არა სოციალურად მე ვიცი ძალიან ბევრი არის ბატონო დაიხსნა დამეთანხმება ძალიან ბევრი ხალხია წამოყოლეთ მე რო ეხლა რა წავიდე და გაიგო მე მუშაო გამიგე მე მომიხსნია და მოდი რა არ მასახნა არ გამომეწერო ეხლა უყურე სახელმწიფოს კიდე ეს ხალხი გამოჭერილი ხავს ეს ბიზნესმენი ის რა უნდა შენ მე არ გამაპორნო ნახდი მომენტი ქეშად მე რომ შენ ნახდი ქეშად მოგცე მე მომე ლამაზ და მე დამაჯარებები შენ ფულსო ნახსიძლებიო ხო ესე იგი ახ არის ორმა კიდე ამას გამოჭერილი ხავს როგორც მეწარმე გამოჭერილი ხავს ეს სოციალურად დაუცველი ეხლა სოციალურად დაუცველი რაში ხავს გამოჭერილი შენ მე აგერ არჩევნებია თუ არ მოხვალ და არ მომცემ ხმას მე შენ მოგისმე სოციალურ და მას თანხას ამიტომ ისიც გახადებული მეერბის რომ ისეს ეს ხმა ამას აი ეს ყველაფერი მოისპობა და სოციალური არ იქნება ის ვერ აღარიbles ეს ადამიანის ხვის დაკრულზე და ის ამოარჩევს ნების მიცეხმა მოთ ეხლა რა უნდა ი ახლა ვიცი რომ ჯაგები რო აქვს 93 წელს ჩამოყალიბდა და თითქმის ყველა რამოდენიმეჯერ მომხსნა საჩვენები და მოვიგე პროცესები მაგრამ იგი დაფორმული იყო ვიგე და მოიგე და ხო ეხლა აქ არის ერთი არ ვაწყობდი ვის არ ვაწყობდი რა მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლება იყო ამის ხელისუფლება იყო წინა ხელისუფლება შეურანს დროსაც მოხსეს არჩევნებში და სამი სასამართლო პროცესი გავიარე მოსამართლოს უნდა უჩინო მეთქი მოვიდნენ და მეთქეს უნდა მოხსნაო შეურანს პერიოდში 95 წელს და მოსამართლე მეუბნება და მითო მოხსენით რომ მართალი ხარ რა და მეუბნება და უჩინო და 6 თვე შეერთხელ კოლეგიის დომა არისო და ეჩვეულო მე დავტოვებული არჩევნებია მაგრამ მაინც უჩინო და კოლეგ 6 თვე შეერთხელ კი არა ღამის 3 საათზე დანიშნეს სასამართლო და ნუ ახლა ეს პროცესი იყო მე ამას არ ვუყურე ეს გამოჩენილი ყავს ვინც უნდა ეხლა გამოჩენილი არიან ისეთი პარტიები მოდით რა რეალურად ვთქვათ ისეთი პარტიები საპარლამენტო არჩევნებში ვინ გაიმარჯვა ხუთმა ოლიგარქიულმა პარტიამ კი აქ მარტო უამობენ ივანიშვილი ოლიგარქია მარტო ივანიშვილი ხაზარაძე ოლიგარქია გახალია ოლიგარქია კეზერაშვილი ოლიგარქია ნაყოფია ოლიგარქია სულ ყველა ეს პარტიები არის ეს ხუთი ოლიგარქიული პარტია რატომ არ გაიმარჯვოს ხომალო რა გვინდა ჩვენ ეს ოლიგარქები რომ ვიცის პარლამენტში და რა გვინდა მილიარდელი რომ მოვიდა ეს ივანაშვილი ხალხს მედი ჭკუა არ მოცა ხაზარაძე არ არის მილიარდელი კი არის რომელიმე ნაყოფია არ არის მილიარდელი ნაყოფია გამოაგზავნა სააკაშვილი მოსკოვში რო ეახლა პუტინს იქიდან მოსკოვიდან გამოაყოლეს ყობა ნაყოფია წაიყვანე ესო და დანიშნა ყაზრეთის დირექტორად, ოქროს მადლის დირექტორად დანიშნა ეს ყობა ნაყოფია და ვინ გამოაყოლა, რატო იმას კგბ-ს გენერალურმა კაპიტანოვმა. წაიყვანე და იქ დანიშნავდა ნაყოფიას იმენი ისინი იყო ოქრო და რა ვიცი, რამდენიმე კარტელი და ეს ნაყოფია აფინანსებს იმას, რა ქვია, ნაცებს. ხო, კეზერაშვილი აფინანსებდა იმას და ეს გადა ხუთი ოლიგარქიული ვისგან ელოდები ეროვნულობას. ჩვენი ოქრო ტონობით მიდის სადღაც და ქართველი ვისგან და საკუთარი თავისგან ერისგან ახლა მე მაინც მინდა ეს წავიკითხო რაც არის იურიდიულ სამართლებრივი დოკუმენტი რაც გვიდევს რაც ყველაფერს შემოაბრუნებს სასიკეთო და ჩვენ დოკუმენტს უკვე ყველაფერს აქვს თავის ვადა ამას ვადა არ აქვს მაგას იმიტომ არ აქვს ვადა მან პირადობის მოწმობები არ არის მინიშნებული აუცილებელი როცა ხელმოწერა კეთდება რო იცოდეთ იურიდიულად საკუთრი და საფუძველი არის ის აუცილებელი უნდა იყოს პირადობის ნომერი ეს არის ეროვნული კლუბის დადგენილი ეროვნული კლუბი აღერხას ჩაატარა პატამორჩულაძე როგორ ციხეში არა ჩემო ის ხელმოწერები არ არის პირადობის მოწმობა დამადასტურებელი საფუძველი თუ ხელმოწერა შეიცვალა ეს ძველი რაც იყო პირადი ნომერი ყველაფერი გადავიდა ავტომატურად ხო? რომ
ადამიანმა, ქართველმა უნდა დაებრუნოს ღირსება. კი ბატონო. და უნდა დაებრუნოს მემკვიდრეობა მის მიწა-წყალზე. ერი რო არის უზენაესი და მასპინძელი ჩვენი ქვეყნის. ეგაა ძირითადი მიმართულება. ამიტომ მოვაგებოთ ამიტომ ვიმუშაოთ და ვითანამშრომლობთ მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხის ირგვლივ. და ამ საკითხის არ უნდა ავუვიოთ ერთი საკითხი. ზუსტად. ერთი საკითხი ზუსტად. უნდა იყოს დღის წესრიგში. და ეს ერთი საკითხი უნდა იყოს სწორედ ეროვნება. კი. აი ეს ერთი საკითხი რომ ჩვენ ყველა რომელი აწამოა ხელმოსაწერად. აი რომ დავუვიდეთ. ვინც არ წამოა და ნუ წამოა. არა, მაინტერესებს იცი ხომ ვიცოდეთ რამე. აი, ხომ იცოდე ადამიანი, ვინ არის ვის არ უნდა ქართველობა და ვის უნდა ქართველობა. ამიტომ როცა მოხდება ეს, აი ერთი ადამიანს თქვა, ან პარტიას ეთქვი, ან ვინც არის რა, აი ლიდერი რო თქვა. ხო, ოლიგარქია თუ არა ოლიგარქები არის, მილიონერები რო არიან, რომ თუ იტყვის ის, რომ მე არ მოვაწერ ხელს, რომ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ჩაეწერება თუ არა, ეს უკვე ჩვენთვის უნდა იყოს გასაგები და ესეთი რაღაცაც უნდა გავაკეთოთ. ვინც არ მოვაწერს ხელს, იმის გარდასახელებიც უნდა ვიცოდეთ. კი ბატონო. და რატომ უნდა ვიცოდეთ, იცი? იმიტომ რომ ეს არის უკვე პოტენციური შადიმანი. კი. რომელიც საქართველოს გაყიდის ყველაფერზე. ამიტომ აუცილებელია სწორედ ჩვენი ხალხის გვარი და სახელებიც ვიცოდეთ, ვინც ამას ხელს არ მოაწერს, რომ სწორედ ესეთი პიროვნება არ უნდა მოხდეს არც პარლამენტში, არც ხელისუფლებაში. და აი ეს აუცილებელია. ეს ერთ-ერთი მოგდეს, გიდა რეფერენდუმი დავარქვათ, გიდა გამოკითხვა დავარქვათ, გიდა გაღება. ამით ჩვენ გავიგებ იმ ადამიანის და მას სურს ქართველობა თუ არ სურს ქართველობა. მე მაინც ის მინდა ვთქვა, რომ მოვლენაა. ეს მოვლენა და იმიტომ მივედით ამ უბედურებამდე, რომ მოვლენა და მოვლენა სხვა რამეებს ითხოვს და მარტო პირადობაში მაგით ჩაწერა თუგიშვილის კი ბატონო მე ეს არის ნაბიჯი. მაგრამ საქართველოს განაგებს 4500 წელი ელოდებიანო. ისო? ბუდას. რომ მოვალ. მას რა ქვია, მუჰამედს თუ რაღაცა მუსულმანებს უყავ. 1800 წელი ელოდებიანო. და ნუ ჩამოთვლილი მუსლიმებიც იესოს ელოდებიან. ხო. არა, ნუ ვიღაცა მუჰამედს ვიღაცას ელოდება, მაგრამ ღმერთმა ესა თქვა, მოვლენაო და ღმერთმა ესა თქვა, ხელიქა ანძლიეთო. ვეთო მიშველეო, მოდი დავჭერ და ვილოცოთ, მაშინ უკვე რა გვინდა? მაქსიმუმი უნდა მოითხოვო, რომ მიიღო მინიმუმი. ის ერის ნება უზენაესია. საქართველოს განაგებს ქართველი ერი თავის მე გეკითხები თელის ადარებაში. თუ აღარაფერი აღარ ვარ არა, მასე არის. რასაც ქართველი ერი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე განაგებს ქართველი ერი. ეს ეხლა ჩამოყალიბებულა და უკეთესად აბა რას ჩამოაყალიბებ ეხლა ერის ნება უზენაესია. ეს არის დემოკრატიის უმაღლესი პრინციპი, რომ ერმა თავისი საქმე გააკეთოს. დემოკრატია შეფარვითა. ესენი ამბობენ, რომ დემოკრატიაო, მაგრამ დემოკრატია კი არ არის უბედურება მართავს ფული და დემონის კრატია. ადამიანს, რომელსაც ფული არ აქვს, უშუალოდ და ის როგორ მართავს და ანდრე იმის სიტყვას ვინ ისმენს და ვინ რატაკდებს იმის სიტყვას. უფალი ისმენს ბარდოს, უფალის იმედია და უფლის ის არის, რომ ჩვენ რაღაცას ვარსებობთ. ახლა გამოვიდა მთელი თურქეთია გამოსული იმაზე, რომ არა მასონებსო, აი იმის პალესტინის დასაცავად და მხარდასაჭერად. რაღაცას იღვიძებს, კაცობრიობაც იღვიძებს. მარტო საქართველოში კი არ არის ეს ძვრები, კაცობრიობაც იღვიძებს და კაცობრიობაც რაღაცის შეცვლას ითხოვს. ეგერ ვიქტორ ორბანი, ხო, ძალიან წინამდებია ამ ფულის ციფრული ფულის შემოტანის და წინამდებია იმისი, რომ სხვისგან იმართებოდეს
ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ თუ არ მართეთ არაფერი არ გვეშველება შენ თუ გინდა სკამზე დაჯდე იქ უნდა ეს მოусმინო და არ ვებულობ ერთსო მე ერთთან შეხვედრა არ მაქვს არჩევნების წინ შეხვდები ზრდილობა სადგარ რომ მე მოქალაქეებს არ ხდებიო ერეკლე მეფე ხდებოდა მოქალაქეებს ხდება სწორედ ამ ჩვენ ხდები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და არა ეს თორე ეს არ ამბობს რომ ეს ხდები მის უდიდებულესობა ქართველ ეს არც ერთი არ ამბობს ჩვენ ხდებით მოქალაქეებს მოქალაქეებს საქართველოს მართლივ არიტყუებია ხო საქართველოს ქართველი ერის სახელით საუბარი ამ ხელისუფლებას აგრძალულია არც ლაპარაკობს ვერ ლაპარაკობს ჩვენ მოგცაო ლეგიტიმაცია მოქალაქეებმა მისცეს ქართველმა ერმა მოგცა ლეგიტიმაცია უნდა ქართველი ერის უდიდესი ნაწილი არ მისულა არჩევნებში ერი არ უთქვიათ რა ჯერდი მოქალაქეებსაც ლაპარაკობს კი ბატონო მოქალაქეები არ მისულა უდიდესი ნაწილი მივიდა მარტო ისინი 60% არ მივიდა იმიტომ რომ არ არის ეს ხალხი ისა რომ ზეიმობთ თქვენ ხელისუფლებას სულ არ გაქვს საზეიმო საქმე ის არც ოპოზიცია და არც პოზიცია ერის საქმეს არ აკეთებ და არც არაფერს არ აკეთებ ეროვნულ ძალიანაც შვენიერი არის რომ არ აკეთებენ გააკეთებენ აწე დავანახოთ უნდა ჩვენი ერთობა რას ვითხოვთ მოდით რა ჯერ ოპოზიცია არ არსებობს არ არსებობს ერთი ხელი იმართება არავინ არაფერს ისიშვილი არ ქონდა არაფერს არ ითხოვდა ის ოპოზიცია მაგალითად იმ ბავშვებმა არც ითხოვდა ეხლა უყურეთ დიახ ახლა ესე ჩემზე მიწევს საუბარი მაგრამ შარშან უსახკაროთა გაერთიანება იყო შექმნილი და აჭარაში ძალიან აქტიურად ვიყავ ჩართული და სხვათა შორის ძალიან ბევრი შევგროვდით ხელისუფლება მოდიოდა რას ითხოვთ ხდები ელაპარაკებდა ხალხს რომ კი ბატონო ჩვენ სახლი კარი არ გვაქვს ნაკირავებში ვცხოვრობთ იქეთ-აქეთ დელი ამბავი და მოდიოდა რამდენი გინდათ რა გინდათ ერთი თვის კირას გადაგიგდით ორი თვის კირას გადაგიგდით მე 1000 ლარს მოგცემ 2000 ლარს მოგცემ 3000 ლარს არა ხალხი ნუ თითოეულ მაინც დათანხმდა მაგრამ ხალხში იმ დონეზე პროპაგანდა გავეციე რომ არ დავთანხმდეთ ამ ფულს რომ ხო გინდა ბინა სახლი გინდა ორი თითხვაც ხო რა ორი თვით სამი თვით ერთი თითხვაც ხო იმისთვის ვიბრძოლობთ მეთქი მაგრამ როცა დაინახეს ხელისუფლება რომ დამთმობები აღარ ვიყავით იქ მოხდა მოისყიდე რა ჩამომაცილეს გვერდზე გადამაგდეს და გაერთიანებას დაიშალა ესა გაყიდვა ქართული გაყიდვა ქართული სულის გაყიდვა როცა რაღაცას უსახკაროთა და ახლა აი უბრალოდ მარტივ რაღაცას გეტყვი როდესაც ავიდნენ თანხაზე 3000 ლარიანს 3 პაკეტები არის ხელისუფლება იძლევა გაჭირვებულებს რო ურიგებს და როგორც კი ეს თქვა თუ არა ეგრევე უთხარი რომ ერთ ოჯახს ხო აძლევს 3000 ლარს და ეს ხალხი უარს ამბობს ამ 3000 ლარზე მაგრამ 200 ოჯახზე არის 600000 ლარი მოდი ეს ხალხი უარს ამბობს იმ 3000 ლარზე რომ მას გადაეცე მაგრამ შენ ამ 600000 ლარით დაიწყე სახლის შენება ხო რაღაცას ხო აშენებ რაღაცას ხო გააკეთებ კარკას მაგრამ სისტემას გაკეთება არ უნდა საქმეს თორე სრულიად იყვნენ იქა სოციალურს რო ღებულობენ ნაკირაებში რო არიან და ღებულობს სოციალურ დახმარებას დაახლოებით 300 ლარს მაგრამ მეორე ჯიბიდან მეორე 300 ლარს ხო იღებს ამატებს და კირას იხდის იმას ურჩევნია მისი საკუთარი კონდეს ჩვენ ამას რამდენ წელიწადს უნდა უხადოთ 300 ლარი ბიუჯეტიდან როდესაც შეიძლება ამის პრობლემის მოგვარება ერთ წელიწადში და მომავალში ეს თლიანობაში წაგანაც რო თქვის სოფელში რომ ფულს ტყულა რო უხდია ამათაც რო ფაქტიურად ტყულა კი არა იმას უჭირს და კი გასაგებია მაგრამ ამას რო საცხოვრებელი სახლი ექნება ხო გაჭირვებული აღარ ექნება რა თქმა უნდა იმის რო კირაში მეორე 300 ლარს რო იღებ ჯიბიდან უკვე მან მოიხმარს უკვე თვითონ პირადულში და აღარ ექნება გაჭირვებული და 5 მილიარდი ლარი გამოდის წელიწადში
ეს მე რო გადავიან გარეშე მარტო ეგ კი არა იქ სხვადასხვა პაკეტებია ჩახლართული პაკეტები არის ძალიან მლომად რომელიც ტყულა აერში ასე ხრის ხელისუფლება ფულს საერთოდ ტყულა არაფერში ხო და ეს მე რო ეს ყველაფერი რო თქვი თუმცა მაშინ მოხდა ჩემი ადვოკატება მომაკვეს რაღაცა და ეს გაერთიანება დაშალეს ხვდებით? ხო ეს არის ყველაზე ცუდი როცა ამიტომ არის რა მოდით ახლა რეალურად ვთქვათ რა ჩვენ პოლიტიკოსები არ გვყავს პოლიტიკაში როცა პოლიტიკაში არიან ისეთი ხალხი ну შეიძლება ვისაც მოისყიდიან ისინი არიან სპორტსმენები, ხელოვანები, ვინაც ბურჭულაძე რა უნდა მაგუბედოს. აი რა უნდა ხალხს უყვარდა, პატივისცემდა. ხიარულად იყო კიდევ ხელოვანა. ხალხი პატივისცემს უყვარხა და სად მიდიხარ რა პოლიტიკაში. მაგრამ რა გააკეთეს იცი? ამათ ისე ათამაშეს ეს ბურჭულაძე. თქვენი გამოულეცხეს და ბოლოს ისე გაყიდეს გამიგე უშენ ეს იყო კობახიძის გამოსვლა ისე გაყიდეს რომ მამლის ხილოსაც არ დაელოდნენ ერთხელ მაინც ებრულად 5 წუთში გაყიდეს ესე იგი ახლა ამათ აქვს ინფორმაცია ხო ხელისუფლებაა და ექნებათ ეს ინფორმაცია იმ წუთში გაყიდეს ათამაშეს გამოიყენეს მაგისა გათხოვეს იმასაკენ ახლა 9 წელი უბედური უნდა ისეს ციხეში დააჯეს კაცო ისე შეიძლება დააჯენ ციხეში რომ დაიმაი შენ წინი არ და აფხელა კაცი ხარ 70 წელი არის ისო და 9 წელი უნდა ხეხოს ახლა ციხე ხო და რატო ესე იგი აქ არის იმდენი რა ქვია პოლიტიკაში პოლიტიკოსი უნდა იყოს პოლიტიკოსის ფუნქცია რა არის მოусმინო ხალხს და შეასრულო ხალხის დავალება მაგრამ ისე უნდა შეასრულო პოლიტიკოსი რა არის ეს რომ თეთრია ვამბობ და ეს რომ შავია პოლიტიკოსი უნდა თეთრია თეთრია შავია და არა ის მაგრამ ზოგი ეხება პოლიტიკას თეთრზე გიგიცებს რომ შავია აი რომ დაგიმ ეს უკვე სხვა რაღაცა მაგრამ ჩვენ არ ვყავს ეს პოლიტიკოსები იმიტომ რომ არ აწყობთ რა შეაწყობთ ახლა იქ ურჩევნიათ ეს დასვან ესეთი ხალხი გინდათ ეს კაი სპორტსმენები არიან და რომ გააბუჭეს იქ რა ხელის დასაჭერად შეიყვანეს ხო ხალხს უყვარხარ და ხელის დასაჭერად იქ ჯდომა არა გაიყიდებო ხო არ გიჭირს არ იმიტომ რომ იქ უკვე ის დამთავრდა უკვე ის დამთავრდა როგორც კაი სპორტსმენის ახლა უყურეთ რა ხდება პოლიტიკოსებმა გააბუჭეს ეს სპორტსმენები და ხელოვანი ხალხი გააბუჭეს იმისგან რაღაც სპორტსმენი აღარ დადგება აღარც ხელოვანი აღარ დადგება და აღარც არაფერი ხალხის სიყვარულზე ეს ბიზნესმენებიც გააბუჭეს ამ ბიზნესმენებს უთხრეს ახლა წარმოგიდგენთ როცა პარლამენტში 50 კაცი მილიონერის ხო თუ მეტი რა ვიცი მე და ეს ბიზნესმენებიც გააბუჭეს იმიტომ რომ წაიყვანეს უთხრეს მოდი შენ აი ფული შემოწივა გააკეთეთ და პარლამენტში დასვას პარლამენტში ამან ეს თავის ბიზნესები გადააფორმა ძოლზე, სიდიდებზე, მებებზე, ამებზე რაღაცა ისა და უკვე იმისგან ეს აღარ იქნება პარლამენტარი, უკვე ბიზნესმენი აღარ დადგება იმისგან. აღარ ბიზნესმენი დადგება, აღარ პოლიტიკოსი ვერ დადგება ის. ის იმიტომ რომ თითი დააჭეროს, იმის საქმე არ არის იქ პოლიტიკურ გამოვიდეს და ხალხმა წინა პარლამენტი ისე დაამთავრა მიკროფონთან ერთი სიტყვა არ უთხრიათ. ერთი სიტყვა არიან მე რა. ერთი სიტყვა არ უთხრათ მიკროფონთან და ხალხი არც იცნობს თუ ის დეპუტატია საერთოდ. ხო როგორ მოხდა დეპუტატი. ამბობენ ამერიკული არჩევნების მეთოდი ჩატარდა. ამერიკული არჩევნები როგორია? პარტია ასახელებს ოღონდ მაჟორიტარებს. და არა პროპორციულად ეს ვაგონი მიკრისო და პარლამენტზე მიკრისო ჩამოვეზე გაიყვანეს. პარტიას უნდა დაესახელებინა მაჟორიტარები. აი მაჟორიტარმა უნდა გაიმარჯვოს. ამერიკული პრინციპი რა არის? პრეზიდენტი თუ გახდა ტრამპი, მაშინ ხალხი რატო ხდებოდა ტრამპი თუ კონგრესი ირჩევდა? არაფერი, უბრალოდ კონგრესმენი ადასტურებს რომ ამან შეხვდა ხალხს, ჩატარდა იმ შტატში. მიიღო ნამდვილად რამდენი ხმა და ხმარს უჭერ. და არა ის რომ დღეს ახლა 224 კაცმა მოაერჩიოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი საქართველოს უნდა აერჩიოს, ხო მასია? და ჩვენ ამიტომ რა არის? ნაბიჯი უნდა მივიდეთ უკვე ის. და მოთხოვთ ამ. არ არის არჩეული ვიძახოთ. არჩეული თუ არ არის, მაშინ მიდით და მართაში. მინდა ხო, მე და შენ აიგეს 15,000 ლარი შენ აიგეს ხელფას. არა თუ არა, მოდი ესე. არ გვიდა ჩვენ რეალურად
არის de facto და de jure. de facto ხო არის de facto. რაც არის. всё, და თუ de facto წარსულს de jure, აბა რატო არ ხვდებიან ჩვენ უცხოელები? რატო იბალებენ და ძუნძუნით რომ მივიდნენ დღეს ელჩები მასში რა ქვია, სახელმწიფო საქმეთა სამინისტროში. ხო არ არის. ესე იგი არის. მოდით რეალურად შევხედოთ, რეალობა უნდა აღვიქვათ ხალხო. და მომთხოვოთ რომ გააკეთოს ეს. ასეც ეს კაცი აკეთებს, ხო? ეს მომთხოვოთ. ეს მომთხოვოთ და ის ნაბიჯებიც მომთხოვოთ, რაც და შეიძლება. ერს უნდა დაემსგავსოს და ახლა ჩვენ თუ ის ვიძახეთ ქოცი და ნაცი და ვერ გამოვედით ამ იმაში ხო? ამას არ ვიზახია. ომი და ყველა მას გადასახდები. თქვენ გულზე დგება. დააკეთე და ჩაწერე ეროვნება. კოსვაგინებ, არავის არაფერს შეურაცხყოფას. ეს ქვეყანა ნაცისგან და თავია რატო ღირსება დაიბრუნეთ, ქართველობა დაიბრუნეთ და შენი მიწაწევა დაიბრუნეთ. ეროვნება რომ ჩაიწერება, მაგითვისაც კარგია. მაგითვისაც კარგია, იმიტომ რომ მათაც ეცოდინებათ ვინ არიან მათ გვერდზე. და დღეს რო არიციან და ეს შადიმანები რო არიან და ეს კიდე ორმაგი მოქალაქეობა რო აქვს და დღეს რო იღებენ მოქალაქეობას, ისინი ყველა შადიმანები არიან, არა, თურქია, რუსია, არაბია თუ ისინი ყველა შადიმანები არიან. ისინი ყველა გაიქცევიან, ყველა გაჭედიან. და ყველა იმას იზავენ და ის მაინც უნდა იცოდეთ რომ რომელი ქართველები არიან, რომ ქართველი დგას ქართველის ადგილზე. რომ დაგჭირდეს ჯარში ბიჭების გაწოვა, უნდა იცოდეთ მაინც რომ ვინ არის, რომ ნაღდად არის შენ გვერდზე. არ ორნე მართლა. ქართველებს შექმნიან მერე და ჩვენ მთლიანი საქართველო ვართ გადასარჩენი. ყველა ვართ გადასარჩენი და გაერთიანებით, ერთად სიყვარულით დავდგეთ ერთად და ერთად ვეძებოთ ჩვენი გადარჩენის გზა. ჩვენ არც დასავლეთი არ გადაგვარჩენს და არც ჩრდილოეთი. თვით უპატრონეთ თავის თავს, ნუ იმედოვნებს სხვაზე და ვაჟამ ეს დაგვიბარა და ეს გვითხრა და ჩვენ ამერიკამ რა დაგვავალა და ვენეციის კომისიის დასკვნები რა დაგვევალა, ამაზე ნუ იფიქრეთ იმაზე რომ ქართველი ერი დაემსგავსოს ერს და ატირებული ხალხი დადის ქუჩაში და დღეს მეტროთი წამოვედი და კაცმა ვერ გაყიდა რაღაცებს ყიდდა ხელით და ისი აეშალა ნერვები და იგინა და საშინელ დღეში იყო. გამოვედით მართლა წყობიდან ადამიანები ჯერ იმის ყურებით რომ დამეხმარე შვილი მიკვდება ასია ისია როგორი საყურებელია ეს ერისთვის და მე არ გავარ დღე რომ ვინმე ახალგაზრდა არ გარდაიცვალოს 1 და 2 ჟამია მოვლენა უკიდურესად მძიმე დროს გვიწევს ცხოვრება და ძალიან გთხოვთ რომ რაღაცნაირად გაერთიანებისკენ მოგიწოდებთ ჩემო ქართველებო ემიგრანტებსაც როგორმე ერთი აზრით გქონდეს რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ უბედურებისგან რომ ჩვენი გადარჩენის გზა არის ჩვენი პირადი ურთიერთობები, ჩვენი სიყვარული ერთმანეთის მიმართ და მერე გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ნეიტრალური საქართველო, სისტემის შეცვლა აუცილებელია ეროვნება გქონდეს. უეროვნობა უკვე ძაღლიც აღარ არის. იმასაც თხოვენ რომ ჩაეწეროს მის იმაში, რომ რა მოსულში და შოგი თავს უწევენ, ძაღლს კაცო, მამა ვინ არის, დედა ვინ არის და ჩვენ საერთოდ აი ძაღლს უწევენ ვასიპაზე როტვეილერი აგაზი ერდა ჩვენ აიც კი არ გვწევია ესე ძაღლს უწევია ნუ აჯიშია ხო ჩვენი ჯიში ჩაგვეწერო ქართული ჯიშის ავდივარ რა ჯიშს ვეთქო და ჩაგვეწერო ხო ეროვნებაზე ჯიში და ღმერთმა დამლოცოთ ჩემო ქართველებო და მადლობა თქვენ სტუმრობისათვის და ღმერთმა სიკეთის გზით გვატაროს ესაა ერთი რომ არც რუსეთი დაგვაყრის სიკეთეს და არც დასავლეთი და არც ამერიკა და არც არავინ ჩვენ არ ვყავთ პარტნიორი ქვეყნები ჩვენ ვყავთ მტრები რომლებიც ჩვენს განადგურებას ცდილობენ და ყოველ ნაბიჯზე ჩვენს წინააღმდეგ იქცევიან ჩვენი ხელისუფლებიანა ჩვენი ხელისუფლებაც იმათი ტყვია და მერე ჩვენ გვატყუებს აქეთ კიდე დიდი მადლობა ყურადღებისათვის და დავასრულები იყავით ყველაფერი კარგად იქნება